და თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტზე. გორში ვახტანგ ფიცხელაური გაიტაცეს და სასტიკად ცემეს შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. სამოქალაქო აქტივისტის თქმით მას სახლთან 3 ნიღბიანი ჩაუსაფრდა ის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს. ქალაქ გარეთ წაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამასთან ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა აქტივისტს წაართვეს პირადი ნივთებით. ფიცხელაურიც და მისი მეუღლეც მომხდარს მათ სამოქალაქო აქტივობას უკავშირებენ. გვიან ღამით გამოკითხვაზე მყოფი აქტივისტის მხარდასაჭერად პოლიციის განყოფილებასთან მივიდნენ კოალიცია ცვლილებისთვის წევრებიც. უფრო მეტი დეტალი მომხდარის შესახებ გიორგი ახალკაცმა იცის, გორიდან ახლა ის შემოგვერთება პირდაპირ ეთერში და თავდასხმის დეტალებზე ისაუბრებს. წმინდა წყლის დასახლება ლეხტა მარია კაჩენსკების 51A ეს არის ის მისამართი, სადაც წუხელ გვიან ღამით სამოქალაქო აქტივისტი ვახტანგ ფიცხელაური ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და გაძარცვეს. როგორც სამოქალაქო აქტივისტი გვიყვება, გუშინ საღამო საათებში საკუთარ საცხოვრებელ სახლთან იყო გაჩერებული, რა დროსაც მასთან მივიდნენ უცნობი პირები, იძულების წესით ჩასვეს მიკროავტობუსში და სახლიდან მოშორებით წაიყვანეს. ვახტანგ ფიცხელაურს ამ დრომდე დაუდგენელი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ, მას წაართვეს პირადი ნივთები და ეუბნებოდნენ, რომ უნდა მოეკლათ. ვახტანგ ფიცხელაურმა თავის დაღწევა და გამოქცევა მოახერხა, მან მიმართა დახმარების თხოვნით პოლიციას. აქ მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები, ასევე მოსული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელმაც სამედიცინო დახმარება გაუწია ნაცემ სამოქალაქო აქტივისტს. ის განვითარებულ მოვლენებზე პასუხისგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, როგორც ის ამბობს, ოლიგარქიული რეჟიმი ანგარიშწორებაზე არის გადასული, ყველა იმ ადამიანს უსწორდება სასტიკად, რომელიც აპროტესტებს როგორც ქვეყნის გარუსების მცდელობას, ასევე ითხოვს ახალ არჩევნებს. Ვითომ ვერ დადიოდნენ იმათანაც თხოვეს რომ იწოლიდნენ რა. რომ მივედნენ სახმარებად. ახადის უკან ფულგუნი მათთან იყო რა, საბარგული და ეგრევე შემტენი შიგნით ჩამოიწვეს ნემრები რა. ამიტაცეს და დამიწყეს ხეში ცემა, იცოდნენ სადაც მოვიდნენ, 3 იყვნენ და ყველაზე თავარი რაც არის რომ ანუ დაგეგმილად და ორგანიზებულად რა თქოს ყველაფერი, გზაში მიმოქრებოდნენ რომ მოვეკალი, სახეზე უნდა თავი მახინჯებინე და სახეზე მალავდი მაქსიმალურად სახეს, ყვირილი რომ დავიწყე. აი რაღაც დისტანციაზე სახლები ჩანდა რა და თამოკი ახალი შებინდებული იყო, ყვირილი რომ დავიწყე. უფრო თვითონ შევაწყე რომ შეეშინდა და დაუსწრე რაღაც მომენტში ხელიდან ორი თვეა ყოველი თვითონ დავზერდებად ფაქტია რომ რაც გააკეთეს სახლებშიც მიუვარდნენ ხაშის დახდნენ გაიტაცეს სცენას ზუსტად ანალოგიური ფურგონით შემოყარში გავხდნენ რაც აკეთეს ყველაფერი რაც საფულე მობილური ტელეფონი პოლიციაში დაკითხვამაც კი მაფიქრებინეს იმას რომ სისტემა აგერ შემოყარში მოვიდა და გამიცა. ვახტანგ ფიცხელაური შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ გვიან ღამით გორის პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს, თუმცა პროცესი დროზე ადრე დატოვა. როგორც სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რეალურად პოლიცია არ არის გამოძიებით და დამნაშავე პირების იდენტიფიცირებით დაინტერესებული. ადგილზე წუხელ გვიან ღამით მისულები იყვნენ კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენლები და ასევე სამოქალაქო აქტივისტები. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ ვახტანგ ფიცხელაურს და პასუხისგებლობას არალეგიტიმურ ხელისუფლებას აკისრებენ. ჯერჯერობით უცნობია რა მუხლით დაიწყო მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება. ჩვენ ამ დრომდე ვცდილობთ დეტალების დადგენას.